მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი საბრძოლო კვირით. ისევ ლას-ვეგასში ვართ. ოღონდ ახლა Fight Night-ი გვაქვს. მეტა აპექსში, ჯოშე მეტი კევინ ვალეჰოსის წინააღმდეგ. მივყვებით, განვიხილავთ ტრადიციულად. სანამ დავიწყებდეთ, ჩავხედოთ წინა განვლილ ქარტს და ნახოთ ჩვენი პიკები. არც თუ ისე სახარბიელო ქარდი იყო, 6-6-ზე წამოვიდა, ანუ ჩემი პროგნოზებიდან 6 დაემთხვა და 6 ვერ გამოვიცანი. არ არის კარგი რეკორდი საერთოდ. მით უმეტეს მთავარ ბრძოლაში ისეთი რაღაც მოხდა, რასაც ნახდად არ ვფიქრობდი. ჩემი პროგნოზები სხვანაირი იყო, ნახდად არ მეგონა ჩარლზი თუ ესე გააკონტროლებდა და კონტროლით მოიგებდა. ფიქრობდი მაინც ჩარლზი თუ მოიგებდა დაასაბმიშენებდა და დააფინიშებდა მაქს გაგუდავდა, მაგრამ ვერ მოახერხა და 5 რაუნდი უადვილესად აკონტროლა. ალბათ ყველამ უყურეთ, BMF-ის ახალი ჩემპიონი ყავს. ვერ იყო პროგნოზების მხრივ კარგი ქარდი, მაგრამ გპირდებით ამ ქარდზე ბევრად კარგი რეკორდი მექნება, ბევრად უფრო მეტ ჩხუბს გამოვიცნობ. ძალიან მომწონს ეს ქარდი და მოკლედ დავიწყოთ ნელ-ნელა. სანამ დავიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ, დავალაიქოთ ვიდეო და გამოვიწეროთ ჩემი არხი. ამით мотивაციას მაძლევთ, რომ უფრო მეტი ვიდეო გადავიღო და განვავრცო ჩემი კონტენტი. მადლობა წინასწარ და დავიწყოთ ქარდის განხილვა. მთავარ ჩხუბში გვაქვს კლასიკური დაპირისპირება ვეტერანსა და პროსპექტს შორის. ჯოშე მეტი უკვე 51 წლის საკმაოდ ასაკიანი, მით უმეტეს ფედერვეიტისთვის, დაბალი წონისთვის, მაინც პატარა წონაა. 51 წლის მებრძოლი შეხვდება 24 წლის კევინ ვალეჰოს. რა შეიძლება ითქვას ჯოშე მეტზე? ბოლო ორი მარცხით მოდის ჯოშე მეტი, იუსეფ ზალალთან და ლერონ მორფისთან აქვს მას ეს წაგებები. რო ჩავხედოთ ჯოშე მეტის წარსულს, ყველაზე დიდი სისუსტე ჯოშე მეტს რაც აქვს, არის გრეპლინგი. აგერ ხედავთ ზალალთან პირველ რაუნდში არმბარით წაგებას, წინა ჩხუბს, ქვემოდან დაიჭირა არმბარზე და ჩვენ გვახსოვს აიაი როდრიგესთან მსგავსი სტილის საბმიშენი, ოღონდ ტრაიანგლი, ისიც ქვემოდან, ანუ აშკარად უჭირს ამ კაცს გრეპლინგში. გვახსოვს ალბათ ჯოშე მეტის ჩხუბი ილიასთან, რაც უქნა ილიამ 5 რაუნდი მოწყალო ცემა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვერ დააფინიშა ილიამ, ვერ მოახერხა მისი გათიშვა ან დასაბინდება, მაგრამ ერთი რაუნდი 10-7 მის სამსაჯმა 10-7 მოუგო ილიამ. ჯოშე მეტი ისეთი მებრძოლია, თუ მას გაცდები საჩემპიონო ბრძოლასთან ან ძალიან ახლოს ხარ, ან შემდეგი ჩხუბი საჩემპიონო გაქვს. 2023 წელს იაი როდრიგესთან რო იჩხუბა, ინტერიმ კამარზე იჩხუბა, ფედერვეიტის ინტერიმ კამარზე ჰქონდა შანსი რომ მოეგო, დამარცხდა იმ ბრძოლაში. მაგის შემდეგ აქ ილიასთან ნაჩხუბარი, ილიამ რომ მოუგო, კამარზე იჩხუბა, მის შემდეგ ამის შემდეგ ბრაის მიჩელი ყავს გათიშული და მერე ლერონ მორფი მოუგო ჯოშე მეტს და ლერონ მორფი ეხლა რა ახლოსაა, კი ვიცით კამართან და აგერ ზალალმა მოუგო ბოლოს და ზალალიც ძალიან ახლოს არის კამართან. მოკლედ კევინ ვალეჰოსი თუ გაცდა, ემეტს ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ახლოს არის კამართან. კევინ ვალეჰოსი 24 წლის ახალგაზრდა პროსპექტი, რომელიც მოდის დანა ვაიტის კონტენდერების სერიიდან და მას აქვს ერთი მარცხი კარიერაში, რომელიც მოდის ჟან სილვასთან. ანუ ჟან სილვასთან აქ ნაჩხუბარი კონტენდერებში, მან ვერ მოიპოვა კონტრაქტი, იმიტომ რომ წააგო, ეს იყო მისი ერთადერთი მარცხი. უნდა ითქვას, რომ კარგად გამოიყურებოდა ძალიან, ანუ პირველი რაუნდი მოუგო ჟან სილვას, მაგრამ მერე აუკრიფა ჟან სილვამ, მეორე და მესამე უკვე ჟან სილვამ მოუგო და გადაწყვეტილებით დამარცხდა მაგ ჩხუბში. ცოტათი დაიღალა მეორე და მესამე რაუნდში და შენელდა. ეს დაღლა არ იყო, უბრალოდ არ დაღლილა. ზიანი მიიღო, საკმაოდ ზიანს იღებდა და ჟან სილვამ დაღალა, ასე ვთქვათ რა. იმიტომ რომ მაგის შემდეგ 3 რაუნდია აქ ნაჩხუბარი და კარგად გამოიყურებოდა ვალეჰოსი იმ 3 რაუნდში. შემდეგ კიდევ ერთხელ მიიღო შანსი ჟან სილვას შემდეგ კონტენდერებში, მოიპოვა ნოკაუტით კონტრაქტი UFC-ში და რაც UFC-შია, აგერ 3 ჩხუბი აქვს ჩატარებული და 2 ფინიშით, ბოლო ჩხუბი გვახსოვს ალბათ გიგასთან, გიგა დააფინიშა მეორე რაუნდში, რაც დავინახე. ძალიან კარგად ყავდათ წინა ჩხუბში გიგა შესწავლილი, იცოდნენ რომ გიგა ძალიან სწრაფად იწყებს და პირველ რაუნდში ძალიან აგრესიულია ხოლმე. 7-დან დარჩნენ და უკვე მეორე რაუნდში დაიჭირა გიგამ შვენიერ სპინინგ ბექფისტზე და ჩაყვა მერე დააფინიშა TKO-თი. ჯოშე მეტი საშიში დამრტყმელია, მაგრამ აი რო ჩავხედოთ ბოლო 7-6 წელიწადში ერთი ნოკაუტი აქვს მარტო ის ბრაის მიჩელთან რა და რო ჩავხედოთ ვალეჰოსის ბოლო 6 წელს 11 ნოკაუტი აქვს რა. და ძალიან ისე ყვიდის ხოლმე UFC ჯოშე მეტს, გვანახებენ ხოლმე ძირითადად მის ჰაილაითებში აი ამ
ბრაის მიჩელს რაც უქნა იმ ნოკაუტს და მოყვიდიან ხოლმე ისეთ როგორც მკვლელს რა და ძალიან დიდ ნოკაუტორს არა და მხოლოდ ეგ ერთი ჩხუბი აქვს ბოლო 6 წელში რა. კი აქვს ნოკაუტები მანამდეც, მაგრამ ბოლო 6 წელია რაგის მეტი არაფერი არ გაუკეთებია რა და ისიც ისეთი ჩხუბია რა ვიცი, აი 10-დან 10-ჯერ რო აჩხუბოთ, რამდენჯერ გაუკეთებს მაგას მიჩელს, ხო? ვერ ვხედავ ამ ჩხუბში მე ჯოშ შემეტის ნოკაუტს ვალეჰოსთან, თუ ვინმე დაფინიშდება, ჯოშ შემეტი იქნება ჩემი აზრით. არ მგონია ვალეჰოსმა დიდად თავი შეიწუხოს ჭიდაობით ამ ჩხუბში, თუ შეიძლება აქ-აიქ 1-2 ტეიქდაუნი გააკეთოს, მაგრამ ისე არა, რომ ალბათ აკონტროლოს და მტკინეულებზე გადავიდეს, ალბათ უფრო რაუნდის მოსაპარად თუ იზავს და ფიქრობ დიდი ნაწილი დგომში იქნება ამ ჩხუბში და ვიტყვი რომ ჩემი პროგნოზი იქნება ამ ჩხუბში ვალეჰოსის გამარჯვება ალბათ დესიჟენით, იმიტომ რომ თუ ილიამ ფეხზე ვერ დაანოკაუტა ნახდად არ მგონია სხვა ვინმე შეძლოს რა, ამიტომ უფრო დესიჟენი ან ქულებით მოგება მგონია ვალეჰოსის. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ ამ ჩხუბში, საკმაოდ დიდი ფავორიტია, ძალიან დიდი ფავორიტია, საკმაოდ კი არა, ძალიან დიდი ფავორიტია ვალეჰოსი, 1.14 აქვს, ჯოშ შემეტის 5.50 კოეფიციენტის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შემდეგ უკვე ძალიან დიდი გზა ეხსნება მას და პირადად მე ძალიან მაგრა ველოდები მის ჩხუბს ჟან სილვასთან ძალიან მინდა მათი რემატჩი ვიხილო. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, რაც გვაქვს უკვე ქალების დაპირისპირება ქომეინად, ამანდა ლემოსი ჯილიან რობერტსონის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა მეორეჯერ ინიშნება, ანუ პირველად უნდა ყოფილიყო დეკემბერში უნდა გქონოდა, მაგრამ ამანდა ლემოსი ჩაიხსნა, რაღაც ჰერპესი ჰქონდა ტუჩზე და როგორც მახსოვს, ბრძოლის დღეს ჩაიხსნა, ბრძოლის დღეს ამოვარდა ეგ ჩხუბი მთლიანი კარდიდან და ეხლა უკვე მეორეჯერ ჩანიშნეს. ჯილიან რობერტსონი 4 ბრძოლიანი ძალიან მაგარი winning streak-ით მოდის, ძალიან კარგად გამოიყურება და ძალიან მომწონს ეს გოგო მე. ბოლო ჩხუბი მარინა როდრიგესთან აქვს ფინიშით მოპოვებული, ძალიან კაი გამარჯვება, ეგ ვფიქრობ. მარინა როდრიგესი ძალიან კაი სტრაიკერია და ჩაიყვანა ძირს რობერტსონმა და grounded pound-ით დააფინიშა. რობერტსონი არის ძირითადად გრეპლერი მოჭიდავე, კარგად გრძნობს მიწაზე თავს. ფიქრობ ამ წონაში რასაც ქვია ჯიუ-ჯიტსუ, ყველაზე კაი ჯიუ-ჯიტსუ ალბათ ჯილიან რობერტსონს აქვს. მას აქვს ასევე ჩატარებული გრეპლინგ მატჩები UFC-ს გარეთ, ხშირად ატარებს ხოლმე და უნდა აღვნიშნო, რომ აი ზუსტად ამ UFC-ს გარეთ გრეპლინგ მატჩში როუზ ნამაიუნეზი ყავს გაგუდული, რაც პატარა საქმე ნამდვილად არ არის. ამანდა ლემოს რაც შეეხება ბოლო ჩხუბი ტატიანა სუარესთან აქვს წაგებული 38 წლის არის უკვე საკმაოდ ასაკშია და ტატიანა სუარესთან მახსოვს ის ჩხუბი ძალიან ახლო იყო, დაიღალა ტატიანა, ეჭიდავებოდა ზუსტად ჭიდაობით მოუგო ტატიანა სუარესმა, თუმცა მეორე მესამე რაუნდში უკვე დაღლილი იყო ტატიანა სუარესი და შეეძლო ფიქრობ მაგ ჩხუბში ამანდა ლემოს გამარჯვება, მაგრამ აი რაღაც ბოლომდე მაინც ვერ მიყვა რა და მაინც სუარეზი ძალიან ისეთ ტეიქდაუნებს უკეთებდა, უკვე დაღლილ ტეიქდაუნებს უკეთებდა. ერთ მხრივ კარგი ის არის ამანდა ლემოსისთვის, რომ იგივენაირად მოემზადებოდა, ფიქრობ ამ კემპში, როგორც ტატიანა სუარესთან ემზადებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ იცის, რომ რობერტსონიც იგივე შეეცდება. რო ჩავხედოთ ამანდა ლემოსის კარიერას, ორი მარცხი აქვს მას ახლო წარსულში წაგებული სამიშენით, ერთი აქვს ვირნა ჯანდირობასთან, armbar-ით და მეორე არის ჯესიკა ანდრაშთან standing arm triangle-ით აქვს წაგებული, რაც საკმაოდ ცუდი ლუკი არის, ანუ ცუდად გამოიყურება. ჯერ arm triangle-ი ძალიან ძნელი გასაკეთებელია ძირს და მე ფეხზე რო გიკეთებენ, მოკლედ არ არის ნახდად კარგი ლუკი რა. და ვეილი ჟენგთან აქ კამარზე ნაჩხუბარი და იქ ვეილი რასაც ქვია გადაუარა 5 რაუნდი. ამ ბრძოლაში პირდაპირ ვიტყვი რომ ჯილიან რობერტსონი ძალიან მომწონს და მგონია რომ გაიმარჯვებს
ფავორიტია თან კოეფიციენტებსაც რო ჩავხედოთ 1.50 აქვს ძალიან კარგად გამოიყურება ჯილიან რობერტსონის ეს კოეფიციენტი ჩემთვის მგონია რომ აუცილებლად მოუგებს ლემოს ტეიქდაუნებს აუცილებლად გაუკეთებს და ძალიან დიდი შანსი აქვს რომ დააფინიშოს კიდევაც ჯილიან რობერტსონი ძალიან კარგად ცვლის ძირს რო ჩაიყვანს თავის მეტოქეს უტყავს და მე მაშინ გამოჩნდება ხოლმე საბმიშენები რა პირდაპირ არ ებღაუჭება ხოლმე მხოლოდ საბმიშენს და მარტო საბმიშენს არ ცდილობს შემდეგი ჯგუფი ავედით დიდ ბიჭებში ომარ სი იონ კუტელავას წინააღმდეგ ომარ სი ფრანგი პროსპექტი UFC ასე ვთქვათ ნელ-ნელა ბილდაპს უკეთებდა მას მაგრამ როგორც ჩანს ალონზო მენიფილდი იყო მისთვის ჯერ ნაადრევი და მის შემდეგ ბრეცო რიბეირო მისცეს ბრეცო რიბეირო ძალიან დაბალი დონის მებრძოლია ამ წონაში და ფიქრობ UFC ისევ დაუწია მისი მეტოქეების ლეველის დონეს და ისევ თავიდან შეეცდება ალბათ მის ბილდაპს ასე ვთქვათ თუმცა იონ კუტელაბა არ არის ასეთი მარტივი როგორიც ერთი შეხედვით ჩანს იონ კუტელაბა ის მებრძოლია რომელიც პირველ რაუნდში გამოდის და თავის ზედმეტ სახელს ჰალკს წარმოაჩენს ხოლმე პირველ რაუნდში ძალიან აგრესიულია რა აი მართლა ძალიან აგრესიულია რაც მახსენდება წინა ჩხუბებიდან ყველაზე მეტად არის დასტინ ჯაკობისთან ჩხუბი პირველ რაუნდში გამოვიდა გადაუარა 10-8 მოუგო დაიღალა მერე ვერ დააფინიშა ჯაკობი და ჯაკობი მეორე და მესამე რაუნდი მოუგო და საერთო ჯამში გამოვიდა ფრე ეგ ჩხუბი ფიქრობ ძალიან ახლო ჩხუბი იქნება და კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ საკმაოდ დიდი ფავორიტია ომარ სი უпроსორად 1.54 აქვს 2.73-თან მე უფრო მაინც თანაბარ კოეფიციენტებს მივცემდი ამ ჩხუბში და ჩემ პროგნოზს რაც შეეხება ამის მერე გავაკეთებ ხოლმე პროგნოზს არა მხოლოდ რომელიმე მებრძოლის მოგებას არ ავიღებ ზოგ ბრძოლაში გავაკეთებ და ვიტყვი 2.5-ზე ნაკლებს ან 2.5-ზე მეც ანუ არ ავირჩევ მებრძოლს არამედ ავირჩევ მეთოდს თუ როგორ მორჩება ეს დაპირისპირება და ზუსტად ამ ჩხუბში იქნება ჩემი ესეთი პროგნოზი ვიტყვი რომ ეს ბრძოლა იქნება 2.5 რაუნდზე ნაკლები ანუ დიდი ალბათობით ველი ფინიშს ამ დაპირისპირებაში არ აქვს მნიშვნელობა რომელი გაიმარჯვებს ეს იქნება კუტელავა თუ ომარ სი თავარია რომელიღაც დაფინიშდეს და ჩხუბი იყოს 2.5-ზე ნაკლები რაუნდი. გეტყვით ასევე კოეფიციენტს თუ რა აქვს კოეფიციენტი ამას, ანუ 2.5-ზე ნაკლებს 1.64 აქვს, რაც საკმაოდ კარგი არის. არ არის ცუდი კოეფიციენტი და მგონია რომ აუცილებლად წამოვა. მეინ კარდის შემდეგი ჩხუბი გვაქვს ანდრე თაჩიფილი, ჟოზე დელგადოს წინააღმდეგ. ძალიან გამოცდილი უკვე UFC ვეტერანი ფილი მის მეტოქეს რაც შეეხება დელგადო კი ნახდად ახალგაზრდა მებრძოლია პროსპექტია UFC-ში უკვე ახალი შემოსულია სამი ჩხუბი აქვს ჩატარებული UFC-ში ბოლო ჩხუბი აქვს მარცხი მაგრამ ნახეთ ჩვენ ნათანიელ უთან რა მაგარი ჩხუბი ქონდა რა მაგარი ჩხუბი ჩაატარა ფიქრობ იმაზე ახლო იყო ვიდრე მსაჯებმა შეხედეს და ნახეს ეს ჩხუბი. ქულებამდე მივიდა ეგ ჩხუბი და ვფიქრობ სპლიტ დესიჟენი მაინც უნდა ყოფილიყო, მაგრამ საჯების თვალში ერთსვლოვანი გადაწყვეტილებით მისცეს ნათანიელ უუდს გამარჯვება. პირველ რაუნდში ძალიან კარგად დაიწყო, ძალიან მაგარი ფინიშერია ეს კაცი. 10 მოგება აქვს და 2 მარცხი. და 10-ვე აქვს ფინიში. და ეს 2 მარცხი არის დესიჟენით წაგებული. ანუ თუ აგებს გადაწყვეტილებით და ზუსტად მგონია რომ ფილის ექნება შანსი თუ მივიდა გადაწყვეტილებამდე ეს დაპირისპირება. სხვა შემთხვევაში ვფიქრობ ძალიან დიდი შანსია რომ ფილი დააფინიშოს. ჟოზე დელგადომ ძალიან მაგარი ხელები აქვს. ნათანიელ უდი არის მათი საერთო მებრძოლი, ანუ ორივეს აქვს. მასთან ნაჩხუბარი, ორივეს წაგება აქვს, მაგრამ ვფიქრობ ჟოზე დელგადო ბევრად კარგად გამოიყურებოდა ვიდრე ფილი. ნათანიელ უდის წინააღმდეგ კოეფიციენტებიც თქვი ამ დაპირისპირებაში, ბევრს აღარ ვილაპარაკებ და პირდაპირ ვიტყვი ჩემ პროგნოზს. მგონია რომ ჟოზე დელგადო დიდი ალბათობით KO-ით მოუგებს ანდრე ფილის.
ასევე როგორც თქვი, ფილის ექნება შანსი, ვფიქრობ აქვს შანსი რომ მოიგოს გადაწყვეტილებით, მაგრამ უფრო ჟოზე დელგადო მგონია, რომ დაანოკაუტებს და ამიტომაც ჩემი საბოლოო პროგნოზი იქნება ჟოზე დელგადოს გამარჯვება. შემდეგ მეინ კარდის ბრძოლა მარვან რაჰიკი, ჰერი ჰერდუკის წინააღმდეგ. მარვან რაჰიკი დაუმარცხებელი მებრძოლი ავსტრალიიდან, რომელიც გააკეთებს დებიუტს UFC-ში, მას აქვს მოპოვებული კონტრაქტი დანა ვაითის კონტენდერებში. და ვისაც არ გაქვთ ეგ ჩხუბი ნანახი, სულ 2 რაუნდია, მიდით და ნახეთ. საგიჟეთი იყო პირველ რაუნდში გადაუვარა მეტოქემ მარვან რაჰიკის, ორჯერ მიცა ნოკდაუნი, ძირსაც კისერიც ჰქონდა აღებული, ყველაფერი უქნა ალბათ, მაგრამ ვერ დააფინიშა და მეორე რაუნდში თავის მეტოქი იმდენად დაიღალა ამ რაჰიკის ცემით, აღარაფრის თავი აღარ ქონდა, გამოვიდა რაჰიკი და დააფინიშა, აქეთ დააფინიშა. სანახაობრივად უმაგრესი ჩხუბი იყო, დანა ვაითიც გაგიჟდა მაგ ჩხუბზე, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ რაჰიკის სტილი არც თუ ისე კარგი არის, ხელები დაბლა აქვს, ანუ ბოლომდეც არ აქვს ჩამოწეული ხელები და აწეულიც არ აქვს და თან ანუ ყბასთანაც არ აქვს. აი ესე დგას რაღაცნაირად რა. და აი თავში ორჯერ გაუტარა უდიდესი მარჯვენა ჰუკი, მარჯვენა overhand-ი უბრალოდ overhand-ი slash ჰუკი. საერთოდ რო ჩავხედე ამ მებრძოლის ჩხუბს, მსგავსად ჩხუბობს და ძალიან კაი ათლეტია და ამ ათლეტურობის ხარჯზე იგებს ხოლმე ჩხუბს. ჰარი ჰარდვიკს რაც შეეხება, Cage Warriors-იდან არის გადმოსული, ჩემპიონი იყო იქ და პირველი ჩხუბი რაც ჩაატარა UFC-ში კუავე ფერნანდესის წინააღმდეგ, ლეკიქებით დამარცხდა, ფერნანდესმა აუკრიფა, ფეხებით დაუზიანა და ბოლოს უკვე ანუ სიარული წამოდგომა აღარ შეეძლო. ლეკიქებით ნოკდაუნებს აძლევდა ფერნანდესი და საბოლოოდ ისე დაუზიანა ფეხები, რომ უბრალოდ ვეღარ წამოდგა ფეხზე რა და გააჩერა ჰერვმა ეგ ჩხუბი. პირველი რაუნდი იყო დაჟე, ანუ იმდენი ლეკიქი მიცა პირველ რაუნდში და ისე დაუზიანა ფერნანდესმა, რომ პირველი რაუნდის დამთავრებაც ვერ შეძლო რა, რაც ძალიან ცუდი ლუკია ჩემი აზრით. არაფერი არ აქვს ისეთი გამორჩეული ამ კაცს რა. ძირითადად ჩხუბობს ხოლმე ისე რომ თავისი გამძლეობით უგებს მეტოქეებს, არ ფინიშდება ესეც თავის მეტოქეს მსგავსად და აი ბოლომდე მიყვება და მერე ან ბოლო რაუნდებში ან გადაწყვეტილებით იგებს ხოლმე თავის ჩხუბებს ძირითადად. ერთადერთი უპირატესობა რაც ექნება თავის მეტოქესთან მარვინ რაჰიკის წინააღმდეგ ჰარი ჰარდვიკს მგონია არის ის რომ 5 რაუნდიანი ბრძოლები აქვს ნაჩხუბი ჰარდვიკს, რაც თქვი ჩემპიონი იყო Cage Warriors-ში და 5 რაუნდიანი ჩხუბები აქვს ნაჩხუბარი, მაგრამ აქვე გეტყვით არ მგონია ეს ბრძოლა 5 კი არა და 3 რაუნდიანია რა თქმა უნდა და არ მგონია რომ თუნდაც 3 რაუნდამდე მივიდეს. რაღაც პონჩი გვანან ერთმანეთს, რაღაცნაირად ეს ორი მებრძოლი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დიდად არც ერთი არ მომწონს. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, დიდი ფავორიტია რაჰიკი 1.34 აქვს, ჰარი ჰარდვიკის 3.17-ის წინააღმდეგ, რაც არ მგონია რომ იყოს რეალური, ფიქრობ უფრო თანაბარი უნდა იყოს, მაგრამ უფრო ალბათ მეც რაჰიკისკენ გადავიხრებოდი, თუმცა საბოლოო ჩემი პროგნოზი იქნება ამ ჩხუბშიც 2.5-ზე ნაკლები. არა ვირჩევ რომელიმე მეტოქეს და ვიტყვი რომ ეს ბრძოლა 2.5-ზე ნაკლები იქნება და რომელიღაც დააფინიშებს თავის მეტოქეს, ანუ რომელიღაცა დაფინიშდება. შემდეგი ჩხუბი გვაქვს დიდი ბიჭების უკვე heavyweight-ების, აც უკვე heavyweight-ი ვიტორ პეტრინო, heavyweight-ში ასული ვიტორ პეტრინო, გვახსოვს ჩვენ UFC-ში მან კარიერა ქვემძიმე წონაში დაიწყო, თუმცა ბოლო ორი ჩხუბია ავიდა მძიმე წონაში და წარმატებით ასპარეზობს უკვე იქ. ორი წაგება ზედიზედ ჰქონდა light heavyweight-ში და ვფიქრობ ზუსტად მაგიტო გადაწყვიტა ასულიყო მძიმეში. კარგად გამოიყურება მძიმეშიც, ანუ ჩასუქებულიც არ არის, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ რომ heavyweight-ის ძალიან დაბალი დონის მებრძოლებთან აქვს ეს ორი ჩხუბი ჩატარებული, ოსტინ ლეინთან და თომას პიტერსონთან. ორივე ფინიში მოიგო, ვფიქრობ სტივენ ასპლანდი იქნება საკმაოდ კარგი ტესტი პეტრინოსთვის. ისევე როგორც სტივენ ასპლანდისთვის პეტრინო, იმიტომ რომ ასპლანდი ახალი მებრძოლია UFC-ში, მხოლოდ ერთი ჩხუბი აქვს ჩატარებული
მაგრამ ის ერთი ჩხუბი ძალიან გამორჩეული იყო შონ შარაფთან. დიდი ხნის წინ არ იყო, ეს ჩხუბი დეკემბერში იყო და გამორჩეული იმით იყო, რომ ამ ჩხუბში სტივენ ასპლანდმა heavyweight-ის რეკორდი მოხსნა significant striking-ში, ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი დარტყმა გაატარა, თან ანუ 3 რაუნდიც არ ყოფილა, მეორეში გააჩერეს დასრულებამდე, იმდენი მნიშვნელოვანი დარტყმა გაუტარა, რომ heavyweight-ის რეკორდი მოხსნა. ძალიან კარგი დგომი აქვს, ძალიან კაი striking-ი აქვს და აღსანიშნავია ფიზიკურობაზეც ეთყობა, რომ ძალიან მძიმე იყო ადრე, ანუ ჭარბი წონა ჰქონდა 200 კილომდე იყო ეს მებრძოლი, даже მეტი იყო და ეთყობა რომ ძალიან ბევრი აქვს დაკლებული და ზუსტად აი ამ წონის დაკლების გამო ძალიან კაი კარდიო აქვს და ესე აწვება ხოლმე თავის მეტოქეებს და ჯობნის ხოლმე თავისი კარდიოთი უკრიფავს ხოლმე შედარებით ნელა იწყებს და ნელა უკრიფავს. 7-1-ი აქვს რეკორდი, ერთი მარცხი აქვს და ეს ერთი მარცხი მოდის დენზელ ფრიმენთან, რომელიც ვიცით უკვე UFC-ში არის და ზუსტად ეს ერთი წაგება აქვს rear naked-ით, ანუ submission-ით წააგო, რაც მგონია რომ ვიტორ პეტრინოს გეგმა იქნება. ვფიქრობ ვიტორ პეტრინო თუ მას ეჭიდავა და გრეპლინგის გაცვლებში ჩაითრია, შეძლებს და თუნდაც მიწაზე დააფინიშებს ასპლანდს, მაგრამ თუ აი ესე დგომში გაჩერნეს სამივე რაუნდი, ვფიქრობ ასპლანდი ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის პეტრინოს. ვფიქრობ ამ დაპირისპირებაში ვიტორ პეტრინო დარჩება გამარჯვებული, დგომში მგონია რომ გაუკაჩავს ასპლანდს და აი ძირს უკვე დიდი უპირატესობა მგონია პეტრინოსი და ზუსტად ამიტომ ვიტყვი პეტრინოს გამარჯვებას ასპლანდის წინააღმდეგ. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, რაც გვაქვს უკვე flyweight-ებში, უმძიმესი წონიდან ყველაზე მსუბუქ წონაში ჩავდივართ პირდაპირ. პრელიმების დაპირისპირება გვაქვს ჩარლზ ჯონსონი ბრუნო სილვას წინააღმდეგ. ცოტა უცნაური არის როგორ განვითარდა ეს მატჩაპი საერთოდ მთლიანობაში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ბრუნო სილვას უნდა ეჩხუბა ლონერ კავანასთან და ეს იყო ამ კარდის მთავარი ჩხუბი. ლონერ კავანა ამოსვეს ამ ჩხუბიდან და ნახეთ რომ მორენოს ჩაუსვეს და ჩარლზ ჯონსონი ჩაჯდა ბრუნო სილვასთან, მაგრამ გასაკვირი ის არის რომ უნდა ყოფილიყო მთავარი ჩხუბი, ანუ main fight უნდა ყოფილიყო ეს დაპირისპირება. რატომღაც ძალიან გასაკვირად main fight-ი კი არა, main card-შიც არ არის ეს ჩხუბი, პრელიმებში არის და არ ვიცი რა როგორ მოხდა, თუმცა ძალიან მაგარი ჩხუბია და არ დაგიმალავთ და საერთოდ ყველაზე მეტად ამ ჩხუბს ველოდები ამ კარტზე. ბრუნო სილვა ძალიან კაი MMA მებრძოლია, როგორც დგომში, ასევე ძალიან კაი გრეპლინგი აქვს მას. თუმცა უყვარს დგომში გაცვლები, ძალიან ძიმე ხელები აქვს flyweight-ისთვის და მის კარიერას რო ჩავხედოთ, ნახავთ ძალიან ბევრ ფინიშს, ძალიან ბევრ ნოკაუტს და ასევე ძალიან ბევრ submissions, ასე რომ ფინიშერია ეს მებრძოლი, ხოლო ჩარლზ ჯონსონი უკვე ძალიან კარგად გავიცანით. მით უმეტეს ვიცით რომ ჩემპიონთან აქვს მას ჩხუბი მოგებული ჯოშუა ვანთან. ჯოშუა ვანთან ასევე ბრუნო სილვასაც აქვს ნაჩხუბარი, მაგრამ ჯონსონისგან განსხვავებით ჯოშუამ დააფინიშა აქეთ ბრუნო სილვა. ძალიან მაგარი ჩხუბი იყო, მესამე რაუნდის ფინიშია ეს ჯოშუასთან ჩხუბი. ანუ ესე რომ შევხედოთ, ჯოშუა ვანს მესამე რაუნდში ყავს გათიშული ბრუნო სილვა, ხოლო ჩარლზ ჯონსონს ყავს მესამე რაუნდში გათიშული, აქეთ ჯოშუა ვენი რა, მაგრამ ვიცით რომ MMA მათემატიკა არ მუშაობს და სტილები ქმნიან ჩხუბებს, ასე რომ ამ დაპირისპირებაშიც მსგავსი სიტუაციაა. კოეფიციენტების მხრივ ფავორიტია ჩარლზ ჯონსონი 1.50 აქვს, ბრუნო სილვას 2.58-ის წინააღმდეგ. ვფიქრობ ასე თუ ისე რეალურია იქიდან გამომდინარე რომ რაც თქვი ხო, მაგრამ ჩემი პირადი აზრით საკმაოდ თანაბარია და აქვე ვიტყვი რომ უპირატესობას მე ბრუნო სილვას ვანიჭებ ამ ჩხუბში, მგონია რომ ბრუნო სილვა მოიგებს ამ დაპირისპირებაში. შემდეგი ჩხუბი გვაქვს უკვე ორი UFC ვეტერანის ჩხუბი, რაც ხშირად არ გვაქვს ხოლმე მსგავსი დაპირისპირებები ბრედ ტავარესი, ერიკ ანდერსის წინააღმდეგ. მე ძალიან მომწონს ესეთი დაპირისპირებები, როცა ორი უკვე ასაკში შესული მებრძოლი ერთმანეთში ჩხუბობს და არა აი ვთქვათ უკვე ასაკში შესული მებრძოლი, როცა პროსპექტზე ჩხუბება ხოლმე, ძირითადად ეგრეა ხოლმე, ანუ
ეგრე არის რა, ერთი ვეტერანი უკვე გადაულოცავს ხოლმე თავის ადგილს, პროსპექტს, მაგრამ ამ შემთხვევაში ორი ვეტერანი ხვდება ერთმანეთს და მგონია რომ საკმაოდ თანაბარი ბრძოლა არის. ჩვენ ნახეთ ბრეტ ტავარესის ბოლო ჩუბი რობერტ ბრიჩეკთან, პოლონელ მებრძოლთან მესამე რაუნდში წააგო ფინიშით, უკვე ასაკშია და ზუსტად მაგიტო ფიქრობ ეგ იყო მიზეზი, რატომაც დაფინიშდა. თან ბრიჩეკი საერთოდ არაა კაი მებრძოლი, ანდერსაც წაგება აქვს ბოლო ჩხუბში, მაგრამ ტავარესისგან განსხვავებით CLD-სთან აქვს, კრისტიან ლეროიდან კანთან აქვს წაგებული, რომელიც ძალიან კაი მებრძოლია და აი ბრიჩეკთან შედარებით ბევრად მაღალ დონეზეა, ასე რომ ანდერსის ეს მარცხი არც თუ ისე ცუდად გამოიყურება. ამ დაპირისპირებაში სტილისტიკურად ვფიქრობ, დგომში შეიძლება ალბათ ოდნავ უპირატესობას ტექნიკურად ტავარეს მივცემდი, თუმცა აქ მე უნდა ვთქვა, რომ ანდერს ვფიქრობ უფრო მძიმე ხელები აქვს, ჭიდაობით და მიწაზე ერიკ ანდერსი არის, ერიკ ანდერსს აქვს უპირატესობა უდაოდ. თან ჩვენ ხედავთ მის UFC-ს გარეთ გრეპლინგ მატჩებს, კოეფიციენტებს რო შევხედოთ 1.70 აქვს ტავარეს, ერიკ ანდერსის 2.15-ის წინააღმდეგ. საკმაოდ კარგი კოეფიციენტებია, ვფიქრობ რეალურია ასე თუ ისე, მაგრამ ჩემი აზრით ამ დაპირისპირებაში ერიკ ანდერსი გაიმარჯვებს. ვფიქრობ შეიძლება ეჭიდაოს, თუ ეჭიდავა აუცილებლად მოუგებს, მაგრამ თუ 3 რაუნდი ფეხზე წავიდა ეს ჩხუბი, ვფიქრობ რომ შანსი ფეხზეც ექნება ერიკ ანდერს, ასე რომ უფრო ერიკ ანდერსისკენ გადავიხრები და ვიტყვი რომ ის დარჩება ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული. შემდეგი ჩხუბი რაც ჩაგვისვეს ამ ქარტზე, აქამდე არ გქონდა, კრის კურტისი მიკ-ტიპბეკ ოროლბაის წინააღმდეგ. ძალიან კაი დაპირისპირებაა, ძალიან კაი ჩხუბი დაემატა ამ ქარტს, გაალამაზა ყველა შემთხვევაში ეს ქარტი. კრის კურტისი უკვე ეს მებრძოლიც ასაკშია, 38 წლის მებრძოლია. ბოლო ჩხუბი მოგება აქვს split decision-ით. კურტის ასე ვთქვათ შეეწყო ასაკი იმ ჩხუბში. მანამდეც კოპილოვთან დამარცხდა ნოკაუტით, ბოლო წამზე აქვს წაგებული head kick-ით და ასე ვთქვათ მანამდე ძალიან გამძლე იყო ხოლმე და ეხლა შეეწყო რომ ასაკშია. ოროლბაი ყირგიზი მებრძოლი, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება უკვე UFC-ში, მისი ბოლო ბრძოლა ნახეთ ჯეკ ჰერმანსონს რა უქნა პირველ რაუნდში, გააწვინა, გათიშა. ერთადერთი მარცხი UFC-ში ოროლბაის რაც აქვს, ეს არის split decision-ით მათეუშ რებეცკისთან. ძალიან მაგარი ჩხუბი იყო, 3 რაუნდი დახოცეს ერთმანეთი, ოროლბაიმ და რებეცკიმ, ბონუსიც აიღეს მაგ ჩხუბის გამო და მაგის შემდეგ კარგად დაბრუნდა ოროლბაი. პირდაპირ ვიტყვი ბევრი ლაპარაკის გარეშე რომ მგონია ძალიან კაი დაპირისპირებაა ოროლბაისთვის ეს დგომში. საკმაოდ თანაბარი ჩხუბი იქნება, მაგრამ ძირს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ოროლბაის. ჩვენ ვიცით რომ ოროლბაის უყვარს თავისი გრეპლინგის წარმოჩენა თავის ჩხუბებში და ჭიდაობს ხოლმე სულ. კურტის კაი დაცვა აქვს, takedown defense-ი აქვს, ეს უნდა ითქვას აუცილებლად, მაგრამ ვფიქრობ ოროლბაი შეძლებს მის ძირს გადაყვანას და უფრო ფინიში არ მგონია დააფინიშოს ოროლბაიმ, მაგრამ მგონია რომ 3 რაუნდი მაინც უეჭველი მოუგებს რა. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ 1.34 აქვს ოროლბაის, დიდი ფავორიტია და საბოლოო ჩემი პროგნოზი არის მიკ-ტიპბეკ ოროლბაის გამარჯვება. შემდეგი ჩხუბი გვაქვს ბოლაჯიოკი მანუელ სოუსას წინააღმდეგ. ბოლაჯიოკის ბოლო ჩხუბი აქ წაგება და ფიქრობ ზუსტად ეს მატჩაპი მსგავსი იქნება ბოლაჯიოკის წინა ჩხუბთან შედარებით. დაახლოებით იგივე სახის მებრძოლია სოუსა, როგორც მეისონ ჯონსი არის. ბოლაჯიოკის ბოლო ჩხუბი, ანუ მეისონ ჯონსი გამოირჩევა აი ზუსტად თავისი ამ გამძლეობით, მისი დაფინიშება თითქმის შეუძლებელია და ზუსტად მაგიტომაც
მოუგო ოუკის რა. მანამდე რო ჩავხედოთ ერთი წაგება კრის დანკანთან, ბოლაჟი ოუკის, კიდევ ერთი წაგება უფრო სწორად გილიოტინით. ემანუელ სოუსას რაც შეეხება, ის მოდის დანავაეთის კონტენდერების სერიიდან და რაჰიგის მსგავსად, მასაც აქვს comeback მოგება ჩაწერილი კონტენდერებში და ზუსტად ამ comeback-ით აქვს მოგებული კონტრაქტი. პირველი 2 რაუნდი წააგო ჭიდაობით, თან ნოკდაუნის მიცა თავის მეტოქემ. აგებდა ცალსახად აგებდა პირველ 2 რაუნდს და მესამე რაუნდში ფინიში მოიპოვა და გადაიტანა მოკლედ ის ქარts ერცხლი და ზუსტად მაგითო ვთქვი, რომ ჯონსისნაირი მებრძოლია სოუსა, ძალიან მაგონებს ჯონს. როგორც ნახეთ, თავის წინა ჯგუფში თავიდან დაზიანდა, გადაიტანა მერე ეს ქარts ერცხლი და აქეთ დააფინიშა მეტოქე და ფიქრობ მსგავსი რამ შეიძლება ვიხილოთ ამ ჯგუფში. ფიქრობ თავიდან აუცილებლად ექნება ბოლაჟი ოუკის შანსი. თავიდანვე შეიძლება დაანოკაუტოს სოუსა, მაგრამ თუ ვერ დააფინიშა, აქეთ შეიძლება სოუსამ დააფინიშოს და ზუსტად ამის გამო ამ ბრძოლაში ჩემი პროგნოზი იქნება 4-5 ნაკლები. დარჩენილი გვაქვს პრელიმების 4 ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემთვის დიდად საინტერესო არ არის, ამიტომ ზედაპირულად განვიხილავ და ვიტყვი ჩემს პროგნოზს. პირველი ჯგუფი არის ლუან ლასერ და ჰეხერ სოსას წინააღმდეგ. ეს სოსა გვახსოვს იქიდან, რომ ესპანელი მებრძოლია და დანავაეთის კონტენდერების სერიაში იბრძოლა, მოიგო ეგ ჯგუფი და საინტერესოა ის, რომ მას მამა გარდაიცვალა ამ ბრძოლის ერთი დღით ადრე, ბრძოლამდე ერთი დღით ადრე და მაინც იბრძოლა და იბრძოლა კი არა, გამარჯვებაც მოიპოვა, ამიტომ ძალიან დააფასა დანავაითმა იგი და კონტრაქტი რა თქმა უნდა რომ მისცა. 14-1 აქვს რეკორდი, კარგი MMA მებრძოლია, ხოლო ლუან ლასერდას რაც შეეხება, ლუან ლასერდა უფრო ჯიცერია რა. ნახეთ ჩვენ მისი წინა ბრძოლები, აქვს ბოლო ჯგუფი ანბარით მოგებული, მანამდე კი დემონ ბლეკშიართან გარც შლიდა და ქვემოდან ცდილობდა ფეხი დაეჭირა. ძალიან ჯიცერული სტილი აქვს. მაგითო წააგო ბლეკშიართან ზუსტად ეგ ჯგუფი შეაჯდა ბლეკშიარი და დააფინიშა. ამ ჯგუფში სოსა არის ფავორიტი 1.42 კოეფიციენტით, ლუის ლასერდას აქვს 2.82 და ჩემი პროგნოზი იქნება სოსას გამარჯვება. შემდეგი ჯგუფი გვაქვს ქალების, ბია მესკუიტა მონცენ რენდონის წინააღმდეგ. ბია მესკუიტა არის ძალიან კაი გრეპლერი, ძალიან მაღალი დონის ჯიცერია, ხოლო მონცერენდოს რაც შეეხება, ბევრს ვერაფერს ვიტყვი, არც ძირს არ აქვს კარგი სკილები და დგომშიც დიდად არ გამოირჩევა, даже არც მგონია ამ დაპირისპირებაში, რომ მხოლოდ დგომში რომ წავიდეს ეს ჯგუფი ბია მესკუიტა დაჩაგროს, ასე რომ ჩემი პროგნოზი მარტივად იქნება ბია მესკუიტას გამარჯვება. შემდეგი ჯგუფი ელაია სმიტი სუ იონგ იუნგს წინააღმდეგ. ელაია სმიტი გვახსოვს თავისი წინა ჯგუფიდან დიდი სლემი რაც გააკეთა, რემპეიჯის სლემს რასაც ეძახიან, ტოშირო მიკაზამას წინააღმდეგ, რითაც ბონუსი მოიპოვა და ასე ვთქვათ, ფანების გულით დაიპყრო. ორი ჯგუფი აქვს UFC-ში, ეს წინა ერთი და მანამდე უინს მორალეს მოუგო. თუმცა უინს მორალესთან ჯგუფში ძალიან სახიფათოდ აძლევდა კისერს, თეიქდაუნებს უკეთებდა უინს მორალეს, მაგრამ მახსოვს უინს მორალესი უჭერდა კისერს რაღაც მომენტებში. საბოლოოდ მოიგო ეგ ჯგუფი გადაწყვეტილებით და ვერ დააფინიშა უინს მორალესმა, მაგრამ იყო მომენტები და შეეძლო ვფიქრობ უინს მორალეს დაეჭირა. სუ იონგ იუს რაც შეეხება, მას აქვს ბოლო ჯგუფი ლონგშაუსთან, ლონგშაუ წინა ქართზე ვიხილეთ კოდისთან. სუ იონგ იუ არის ის მებრძოლი, რომელიც ცდილობს ძირითადად თავისი გრეპლინგი წამართოს ბრძოლებში და თუ არ გამოსდის ეს მე უკვე დგომში დიდად კარგად არ გამოიყურება, ასე რომ ფიქრობ ელაია სმიტმა თუ მოახერხა და ეს ბრძოლა ფეხზე გააჩერა, მგონია დგომში უპირატესობა იქნება, ხოლო ძირსაც აი სუ იონგ იუს ვერ მივცემდი დიდ უპირატესობას, ასე რომ ჩემი პროგნოზი იქნება რომ ელაია სმიტი დარჩება ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული. მივადექით ბოლო ჯგუფს, კი არა და პირველ ჯგუფს ამ ქარდის ერლი პრელიმების პირველ ჯგუფს, პიერა როდრიგეზის სემ ჰიუს წინააღმდეგ. ეს ბრძოლა არის რემატჩი, რამდენიმე წლის წინ აქვს ამ ორ მებრძოლს ნაჩხუბარი და პიერა როდრიგეზმა მოიგო ის დაპირისპირება.
ჩემდა გასაკვირად ჭიდაობით მოუგო სემს, რო ჩავხედოთ მათ კარიერას, ვიერა როდრიგეს მაგ ბრძოლის შემდეგ აქვს წაგებები და მოგებები. ბოლო ორი ჩხუბი უკვე გამარჯვება აქვს, კარგად გამოიყურება. ზუსტად ისე, როგორც თავისი მეტოქე, სემ ჰიუ, სემს 3 მოგება აქვს, ბოლო 3 მოგება აქვს. 4 წელია მათი პირველი ბრძოლიდან გასული. საკმაოდ დიდი დროა და ვფიქრობ, რომ სემ ჰიუ განვითარებულია იმ ბრძოლის შემდეგ და ზუსტად მაგიტომ ავირჩევ ამ დაპირისპირებაში სემს. ჩემი პროგნოზი იქნება, რომ სემ ჰიუ გამარჯვებული დარჩება. 2.23 აქვს კოეფიციენტი, ანუ ანდერდოგია. იქნება გამომდინარე, რომ სემის გამარჯვებას ვირჩევ. ის იქნება ამ ქარდზე ჩემი ნომერ მესამე ანდერდოგი. მოკლედ, სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი პროგნოზების ვიდეო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და შევხვდებით მოკლედ შემდეგ კვირას. ვნახოთ. იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს და მგონია, რომ ამ ქარდის პროგნოზები ბევრად უფრო კარგი იქნება, ვიდრე წინასი იყო. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ კვირას. Peace out.